მოგესალმებით არხის გამოწერებო წინასწარ გილოცავთ აღდგომის წინა დღესასწაულს როგორც აკვირდი დღეს მოვახდენ ისო ელეკვების აწონვას და ათვალიერებას შევამოწმებ მათ წონებს გავიდა უკვე 2 კვირა ელეკვები არიან 2 კვირისები ერთი კვირის წინ ავწონე და მინდა შევადარო თუ როგორ არიან განვითარებული როგორ აქვთ ზრდაში როგორ არიან მომატებულები ზრდაში როგორ იმატებენ წონაში და ისევ და ისევ მოვახდენ აღრიცხვას ნახავ შევადარებ და მეცოდინება თუ როგორ არიან განვითარებულები რა ვიწყებ ისევ და ისევ ვიდეოთი სადაც პირველი დაიბადა ხვადი რომელიც მაგრამ ფიზიკურად ეს გამოირჩევა თავიდან ყველასგან აი ამ ლაქით რომელიც ეს ქონდა დაბადებისას ტანზე ბევრად თეთრი იყო მაგრამ დღეს უფრო გაყავისფერდა მაგრამ ეს ლაქი ეთყობა ისევ და ავწონოთ რამდენია ეს არის კილო და 540 გრამი ოჩა ეს არის პირველი მაქსი რომელიც დაიბადა აი ესეთი ძალიან კარგად არიან გასუფთავებულები მოწესრიგებულები არა აქვთ მუცლის გაბერილობას იმიტომ ვამოწმებ და ვაკვირდები რომ არ მინდა რომ ჭიები ყავდეთ ბევრი მაგრამ ჭიაზე დამუშავება მაინც მოგიწევს თვალები ნაწილობრივ გახელილი აქვთ ფლად ბოლომდე გახელილი არა აქვთ მაგრამ ნელ-ნელა ეწყება თვალის გახებაც ეხლა დავოთვალიერებ ხვაც რომელიც დაიბადა პირველი აბა ეს რომელია ეს ბიჭი ესეთი რომელია ეს ბიჭი აბა კიდე დავაკვირდე ვიდეოს რომ არ შემეშალოს ვაკვირდებით ლაქებს მინდა კი ბატონო ზურგზე მარცხენა თათთან ლაქ ზურგზე მარცხენა თათთან ლაქ და დამჩინე სუთეთრი აი ეს გამორიცხვის მეთოდით უნდა წავიდე ახლა რომ არ ამერიოს ხვადი მეხუთე ვიდეო მინდა ვნახო მე იმიტომ რომ პირველი ავწონე მეორეს ვერ ვარჩევ მესამე მეოთხე ძუები არიან მეხუთე ვიდეო მინდა ვნახო 1 2 3 ეს არის მეხუთე ეხლა აქედან უფრო კარგად მივხვდები უფრო დიდი ვიდეოა აბა დავაკვირდეთ კი ბატონო ეს არის აი ეს ვაჟბატონია ესეთი ნახოთ როგორი მინიატურულია ესეც კარგად გასუფთავებული მოწესრიგებული კარგი კეხუნი აქვს აბა რამდენია წონაში წონა 1000 კილო და 310 გრამი კი ბატონო არ მოიწყებაში ეს всё წავედით შემდეგი მე-6 ვიდეო მე-6 ხვადი არის დავაკვირდეს ეს როგორია კი ბატონო აქ ზურგზე ერთი ლაქა და მეორე ლაქა გადაბმული კი ბატონო აი ეს ხვადი არის ნახეთ როგორ წამოვიდათ ფეხზე კოპლები მამასაც ესე აქვს ზუსტად ესენიც კარგად აი ეს უკანა კუდზე ესეთი ფუფხები ძვრება რომელიც უკვე აი კუდი ბოლომდე და შეხორცებულია პრობლემა აღარ აქვს და ამის მოძრად შეგვიძლია თუ რომელიმე საათი თუ აი ესე სავწონოთ კილო და 420 გრამი კი ბატონო მომძიანი აქ ესე ეხლა შემდეგი ხვადი ბატონო ეს არის ხვადი მე-6 მე-7 ვიდეო 1 2 3 4 5 6 ბატონო აბა ეს რომელია აი
ზურგზე დიდი ლაქით, კი ბატონო, ეს არის ახეთ როგორი რამხელაა. კუდზე ამასაც ოდნავ ფუფხი აქვს, მაგრამ ჯერ არ ძრება, არ გავაწვალებ, არ გავაღეზიანებ. ვაიმე როგორი კეხი აქვს ნახე. ეს ცოტა შარპეია, მე მგონი როგორი მოყუჭული ბიჭია. დანარჩენი ყველაფერი კარგად აქვს. ფეხზეც ესე შვენიერი. აბა წონაში რამდენი ხარ შენ? კილო 590 გრამი. კი ბატონო. ოჩახში. ეს არის, ხო, ეს არის კი ბატონო. ესე და ბოლო ლეკვი, რომელმაც ესე მოაფუშუნა აქ. ვაი. ოილია, რაღაცეები. ესეთი ბიჭია მეტი ღია სხვა თავის ძმებთან შედარებით. კუდიც კარგად აქვს. ფერი კარგად აქვს. ფერებში ცოტა ღიაა და რაც მახარებს, ცოტა აქვს წამოსული მუქი ფერები. ეს არის კილო და 240 გრამი. კი ბატონო. შვენიერი, ეს ყველაზე მომცრო არის. ყველაზე მინიატურული ბიჭია, მაგრამ რავი, ლაქები, კეხი, თათებზე ნახეთ როგორია. ძალიან კაი. ახლა მოვიყვან ძუებს ავწონი და მათაც დავაფიქსირებ წონებს. ახლა მოვიყვანე ძუები. ახლა დავიწყებ ძუების აწონას, ნახოთ მათი განვითარება როგორ არის. დავიწყებ ჩვენთან ესე იგი ხვადი მესამე ლეკვი დაიბადა. ძუ ნახავ მესამე ვიდეოს და დავაკვირდები რომელი არის ფიზიკურად მესამე ლეკვი, რომ არ ამერიოს და ზუსტად ავწონო. კი ბატონო, ეს არის ძუ, რომელსაც უკან აქვს თელ ზურგზე დიდი ლაქა. აი აქ, კი ბატონო, ესე და ეს პატარა მგვალი წერტილი როგორც აბა ვაწელოთ ეს რამდენია? კილო და 550. მოდი აქ ალბათონ ეს ოჩახ ესე ვაჩ თხილად. შემდეგი ეს არის მესამე ლეკვი, მერე რა მოდის? მეოთხე ლეკვი არის ისევ ძუ. ეს ნახოთ როგორია ფიზიკურად. კი ბატონო, წამით გადავამოწო, არ შემოშალოს. ბატონო, დავაკვირდეთ. ჩვენ გვინდა ესე გვინდა მეოთხე ძუ, მე კი ბატონო, ეს არის. კი ბატონო, ესე იგი ძუ იყო მესამე, მეოთხე ძუ იყო. ხვალი. კი ბატონო, ახლა უნდა ვნახო ეს ვიდეო. 1 2 3 4 5 6 ეს ვიდეო. კაი, არ მოიწყინოში. აქ რომელია აბა? დავაკვირდეთ. რომელი არის, როგორი ხალებით. აჰა, მოიწყინა მარტომ და მაგიტო ესე დღეში რო არის. ეს არის დიდი და ბევრი ხალები რო აქვს. აი ეს ქალბატონი არის. შემდეგი ესე ეს არის კილო და 270 გრამი. ორზანდია ქალბატონო შენმა დაიკო მოიწყინა. ეს ესე მერვე წავედით ახლა მე-9 ვიდეოზე. მე-9 ვიდეო, რომელიც ეს ფეხებით იბადება. აჰა, ეს რომელია აბა ნახოთ. როგორი ლაქები აქვს, როგორი ხალები აქვს. კი ბატონო, აი ეს არის, რომელსაც აი ამ ხალით დავიმახსოვრე. კი ბატონო. რამხელა ხარ შენ? ეს რამხელა, კილო და 690
5 გრამი. კი ბატონო. ყოჩა რამ ხელა ეს გოგო. ეხლა ეს არის მეცხრე. ხლა გინდა ბოლო ვიდეო, რომ ნახო მეათე რომელი არის და კარგად ჩანს ამის ლაქა, რომელსაც ზურგზე აქვს და ეს არის ეს წევს ესე. მოიჩ. ვიდეოში როგორ ჩანს? კი, ეს არის. ეს გამოვიდა მეათე ლეკვი და არის კილო და 530 გრამი. აი წეგან რო ვერ ვარჩევდი ვიდეოში. ეს იყო მეოთხე ლეკვი დაბადებული. აჰა, თავის ადგილიც მოიჩინა. ეს არის კილო და 260 გრამი. მოკლედ, აი ეს არის აქ ახლა პლუს მინუს მე დავაჯამებ ერთმანეთთან შევადარებ რომელი ლეკვი ესე იგი როგორ არის განვითარებული. ყველაზე დიდი წონა არის ძუ კილო და 685 გრამი არის მეცხრე ლეკვი, რომელიც არის დაბადებული და ყველაზე პატარა არის კილო და 240 გრამი ხვადი. რა მაგას არ აქვს მნიშვნელობა წონებში. მთავარია ლეკვები კარგად ვითარდებიან, ფიზიკურად კარგად არიან განვითარებულები, კარგად იკვებებიან, არიან მოვლილები, არანაირი ხარვეზი დეფექტი არ აქვთ. ასე რომ ნახოთ. შემდეგ ვიდეოს გადავიღებ უკვე უშუალოდ როდესაც ლეკვები გახდებიან 21 დღის, 22 დღეს, როცა მივცემ ჭიის წამალს, როგორც ეგან გითხარი, როცა დავამუშავებ ჭიმის წამალზე, ამ ვიდეოსაც შემოგთავაზებ. დიდი მადლობა. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოიწონოთ ჩემი ვიდეოები.